კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ეთერშია კურიერი 6 საათზე ახალ ამბებს ანუკა ბუავა გაგაცნობთ. 2024 წლის დეკემბრის აქციებზე აკრძალული ნივთიერება არ გამოყენებულა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. გამოძიება ამ მიმართულებით დასრულებულია. დადგინდა, რომ ბრომ-ბენზილ ციანიდი იგივე კამიტა შინაგან საქმეთა სამინისტროს არასდროს შეუძენია. 2024 წელს ქლორ-ბენზილ დინმალო ნონიტრილი მის გამხსნელად კი პროპილენ გლიკოლის ხსნარი გამოიყენეს. მათგან არც ერთი აკრძალულ ნივთიერებათა კატეგორიაში არ არის. სუსმა დაკითხა ყველა ვის ეგრეთ წოდებულ დასკვნებსაც ბრიტანული მაუწყებელი დაეყრდნო, ყველა მოწმე უარყოფს, რომ მათი ინფორმაციები მომწამლელ ნივთიერება კამიტს ეხებოდა. გამოკითხულია გამოძიებისთვის საინტერესო 93 პირი, თუმცა ვერ მოხერხდა ერთადერთი მოწმის უკრაინის სპეცსამსახურებში კონტრაქტით დასაქმებული ლაშა შერგელაშვილის გამოკითხვა, რომლის ინფორმაციასაც მნიშვნელოვან წილად ეყრდნობოდა BBC. გამოძიება მუშაობს ვერსიაზე, რომლის მიხედვითაც BBC-ს რესპონდენტი ტროტილის საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია უსაფრთხოების სამსახურში. ახლა გამოძიება უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების მიმართულებით მიმდინარეობს. რა შეფასებები კეთდება თემაზე? შოთა ფალავანდიშვილია პირდაპირ ეთერში და მისგან მოვისმენთ უფრო მეტს. შოთა, გისმენთ. მას შემდეგ, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაასრულა, დღეს შეფასებები გაკეთდა პოლიტიკურ სპექტრში, კონკრეტულად კი დედაქალაქის მერმა საკმაოდ ვრცლად ისაუბრა BBC-ს მიერ გაჟღერებულ ბრალდებაზე, რომელიც კახი კალაძის აზრით პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის იმიჯის დაზიანებას და რომლის უკანაც სავარაუდოდ ის უცხოელი აქტორები დგანან, რომელიც თბილისის მერის აზრით ლობირებას უწევენ მათ შორის საქართველოში პოლიტიკური წრეებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს. დედაქალაქის მერი მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, რა შედეგი დადო გამოძიებამ და ის, რომ საერთაშორისო სასამართლოებში ბრძოლის გაგრძელებას გეგმავს ქართული სახელმწიფო, მნიშვნელოვანია გამოძიება გაგრძელდეს ყველა იმ პირის წინააღმდეგ, ვინც სავარაუდოდ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ სხვების სასარგებლოდ მოქმედებდა და ამავდროულად მიზანმიმართულად აზიანებდა ქართული სახელმწიფოს საგარეო იმიჯს. რადგან ეგრეთ წოდებული კამიტეს გამოყენების ვარაუდის ნაწილში გასარკვევი და გამოსაძიებელი უკვე არაფერია, მოვისმინეთ შესაბამისი უწყების მხრიდან კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით წარმოდგენილი გამოძიების შედეგები და ასევე უნდა აღნიშნული ნივთიერება, როგორც საუბრის დასაწყისში ვთქვი, საქართველოში ფიზიკურად არ არსებობს, სამგამოძიებო მოქმედებები სრულად ამოწურულია, ხოლო თემა დახურული. რაც შეეხება მიმდინარე გამოძიების ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს, კონკრეტული პირების მხრიდან უცხოური ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, გაგრძელდება ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები და ყველა ის პირი თუ პირთა ჯგუფი, რომლის მიმართაც შეიკრიბება მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა და დადასტურდება, რომ მიზანმიმართული ქმედებით უხეშად აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, მის საერთაშორისო იმიჯს, რეპუტაციას და მიმართულია სახელმწიფო ინტერესების ხელყოფისკენ, რა თქმა უნდა, იქნება დაჭრილი კანონის მთელი სიმკაცრით და მოყვება შესაბამისი რეაგირება. თუ გამოძიები დადგინდება, რომ საქართველოს რომელიმე მოქალაქე ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებდა, მნიშვნელოვანია და აუცილებელია, რომ კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს. ასეთია საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია, სადაც განმარტავენ, რომ BBC-ს მიერ გაჟღერებული უმძიმესი ბრალდება, რომელიც დადასტურდა, რომ სიცრუე იყო, აუცილებლად შესაბამის პასუხს საჭიროებს, როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო სასამართლოებში. ამავდროულად მმართველი გუნდი გეგმავს, რომ BBC-ს ბრიტანულ კომუნიკაციების მარეგულირებელში უჩივლოს ყველაფრის ერთობლიობა კი მმართველი გუნდის წარმომადგენლების აზრით გააჩენს პრეცედენტულ ფაქტს, რომ საქართველოს წინააღმდეგ მსგავსი სახის დეზინფორმაციული კამპანიის გავრცელება აღარ მოხდეს. რა თქმა უნდა, ეს ასე უკვლავ ვერ ჩაივლის. იმიტომ რომ ამ დეზინფორმაციის მთავარი მიზანი იყო საქართველოს იმიჯის დაზიანება უცხოეთში, ახალი პროვოკაციების აგორება, მღელვარების გამოწვევა ისევ ჩვენს მოსახლეობაში, თითქოს ხელისუფლება არ უფრთხილება სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ჩვენი მოქალაქეების და ისევ რევოლუციური სიტუაციის შექმნა.
თქვენ ძალიან კარგად დაინახეთ, როგორც კი სამართლებრივ ჭრიში გადაინაცვლა ამან ყველაფერმა, ის მთავარი მოწმეები, რომლებიც BBC-ს ყავდა დასახელებული, ყველა ესე იგი ერთად ასაფსავებს ხელს და ამბობს, რომ ეს არ მithქვავს, მე არ გამომიკვლევია, ლიტერატურის გაცნობა ვერ მოვასწარი და 1000 აი ნებისმიერ ხრიქს მიმართავენ, რომ ამას გაერიდონ, მაგრამ ეს ესე მარტივად არ დამთავრდება. თუ გამოძიება მოიპოვებს უტყუარ მტკიცებულებებს, რომ ეს შეგნებულად გადადგმული ნაბიჯი იყო, მათ მოუწევთ წარდგომა საქართველოს მართლმსაჯულების წინაშე. მნიშვნელოვანია, რომ გამოძიებამ ფაქტობრივად რამოდენიმე დღეში შეისწავლა უამრავი მასალა და დადგინდა, რომ ჩვენ ასეთი ნივთიერება არც გვაქვს, არც გამოგვიყენებია და არც მომავალში არ გამოიყენებთ. ყველა ის საშუალება, რომელიც გამოიყენა საქართველოს ხელისუფლებამ, სხვადასხვა აქციების დროს, იყო ის ნივთიერებები, რომლებიც დაშვებულია საერთაშორისო კანონმდებლობით, რომელსაც იყენებს საფრანგეთიც, გერმანიაც, იტალიაც, ევროკავშირის სხვა სახელმწიფოები, ამერიკის შეერთებული შტატები, მაშინ როცა ამის აუცილებლობა არის. ასე რომ კიდევ ერთხელ იყო ცდილობა ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის ცდილობის იმ გამოხმაურებების ფონზე, რომელიც ჩვენ ვიყიდეთ, ეს ნიშნავდა, რომ იყო კარგად დაფინანსებული, ორგანიზებული და სამწუხაროა ამ პროცესში ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულები საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც იცოდნენ, რომ ამ პერფორმანსში, ამ დადგმაში იღებდნენ მონაწილეობას, მაგრამ მაინც შეუძლათ ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ როგორ დაეზიანებინათ ჩვენი სახელმწიფო. BBC-ს ეგრეთ წოდებულ საგამოძიებო ფილმში გაჟღერებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 319 და 323 მუხლებით აწარმოებდა, როგორც გამოძიებით დადგინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღებაში არასდროს ჰქონია ბრომბენზილციანიდი კამიტე და ამავდროულად შესაბამისად არც არასდროს მომხდარა მისი გამოყენება. მადლობა, შოთა ფალავანდიშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. აკრძალული ნივთიერებების გამოყენების ნაწილში საგამოძიებო მოქმედებები ამოწურული თემა კი დახურულია, განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღის ბოლოს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ირაკლი ყობახიძის თქმით, უსაფრთხოების სამსახურის გამოძიებამ უტყუარა დაადასტურა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს არამხოლოდ კამიტე, არამედ არც ერთი აკრძალული ნივთიერება არ გამოუყენებია. მთავრობის მეთაურის თქმით, ბრიტანული მაუწყებლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იყო წინასწარ დაგეგმილი კამპანია საქართველოს წინააღმდეგ, რომლის მიზანიც ქვეყნის სტაბილურობის შერყება და რეპუტაციის დაზიანება იყო. რაც შეეხება უცხოეთის ორგანიზაციების მტრულ საქმიანობაში დახმარების მიმართულებით მიმდინარე გამოძიებას, პრემიერის განცხადებით, ყველა ის პირი, ვინც საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ინტერესს საკუთარი ქმედებებით მიზანმიმართულად აზიანებდა, კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს. ბრიტანული მაუწყებლის მიერ მომზადებული რეპორტაჟი, რომელიც ძალიანად თითიდან გამოწვეულ ყალბ ვარაუდებსა და გამოგონილ ამბებზე იყო აწყობილი, იქცა ხელოვნურ საბაბად პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფებისთვის, რათა საქართველოს და ქართული ხალხის წინააღმდეგ ახალი ჰიბრიდული ომი ეწარმოებინათ და სრულ ბრალდებებით, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე საერთაშორისო მასშტაბით ხელოვნურად აჟიოტაჟი გამოიწვიათ. ბრიტანული მაუწყებლის მიერ მომზადებული რეპორტაჟი არაერთ დადასტურებულად ყოველ ბრალდებას შეიცავდა, რომელთაგან ყველაზე გრძნობიარე ბრალდება აკრძალული ქიმიური ნივთიერების კამიტის თითქოს და გამოყენებას უკავშირდებოდა. ჩატარებული გამოძიებით უტყუარა დადასტურდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აღნიშნული ნივთიერება საქართველოში არათუ არასდროს გამოუყენებია, არამედ არც არასდროს შემოუტანია. გარდა ამისა, გამოძიებამ უტყუარა დაადასტურა, რომ შარშან მოძალადე მომიტინგეების დაშლისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არამხოლოდ კამიტი, არამედ არც ერთი აკრძალული ნივთიერება არ გამოუყენებია. ბრიტანული მაუწყებლის მიერ გავრცელებული რეპორტაჟი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ სხვა სრულ ბრალდებებსაც შეიცავს, რომლებიც მხოლოდ იმიტომ ვერ გახდა საზოგადოების განშისა და შეფასების საგანი, რომ ეგრეთ წოდებული კამიტის გამოყენების სრულ ბრალდებამ ყველა სხვა საკითხი გადაფარა. რაც შეეხება სხვა ანტისახელმწიფოებრივ ბრალდებებს. რეპორტაჟში მტკიცებითი ფორმით არის ნათქვამი, რომ არჩევნები გაყალბდა, როდესაც ამის დამადასტურებელი არც ერთი ფაქტი არ არსებობს. ამავე რეპორტაჟში საუბარია მომიტინგეების წინააღმდეგ ფიზიკურ ანგარიშსვერებაზე და არაფერია ნათქვამი იმაზე, თუ როგორ ძალადობდნენ აგრესიული უცხოეთიდან დატრენინგებული ძალადობრივი ჯგუფები სამართალდამცავ უწყებებზე, როგორ დაწვეს მათ პარლამენტის შენობის ნაწილი, როგორ დაამტვრიეს და განადგურეს დედაქალაქის ცენტრში სახელმწიფო და კერძო საკუთრება, როგორ დაუშინეს პოლიციას მოლოტოვის კოქტეილები, როგორ ესროდნენ პოლიციელებს დამიზნებით სიცოცხლისათვის საშიშ პიროტექნიკას.
ამავე რეპორტაჟში საუბარია გიორგი ბაჩაშვილზე, რომელიც ხორბლის როლშია გამოყვანილი და მოხსენებულია როგორც პოლიტიკური დევნის ობიექტი, როდესაც ბაჩაშვილის მიერ ჩანდენილი დანაშაული სასამართლოს ორი ინსტანციით არის სადასტურებული. რეპორტაჟის ავტორების უკიდურესი პოლიტიკური მიგერძოების კიდევ ერთი ნათელი დასტური მოპასუხე მხარის ამ შემთხვევაში მმართველი პოლიტიკური გუნდის პოზიციების უგულებელყოფა და წინასწარ გაგზავნილ შეკითხვებზე გაცემული სრულყოფილი პასუხების დამალვა და აბსოლუტური იგნორირება იყო. ამრიგად, რადგან ეგრეთ წოდებული კამიტის და სხვა აკრძალული ნივთიერებების გამოყენების ნაწილში გასარკვევი და გამოსაძიებელი არაფერია, ამ თვალსაზრისით საგამოძიებო მოქმედებები სრულად ამოწურულია, ხოლო თემა დახურულია. რაც შეეხება მიმდინარე გამოძიების ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს, კონკრეტული პირების მხრიდან უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, ამ მიმართულებით ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები გაგრძელდება, ყველა ის პირი თუ პირთა ჯგუფი, რომლის მიმართაც მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა შეიკრიბება და დადასტურდება, რომ მათი მიზანმიმართული ქმედებებით უხეშად ზიანდებოდა საქართველოს ეროვნული ინტერესები, საერთაშორისო იმიჯი და რეპუტაცია და მათი ქმედებები საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ხალხობისკენ იყო მიმართული, კანონის თელის სიმკაცრით დაისჯება. დასასრულს მადლობას გადავხდი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, მის ხელმძღვანელს, რომელმაც ისრუით გაჯერებულ რეპორტაჟში წამოყენებული საკითხების უსწრაფედსად გამოძიება უსრულყოფდა. თქვენ კარგად ხედავთ, ვინ არიან ამ სპეცოპერაციის ფიგურანტები. ერთ-ერთი არის ბატონი შერგელაშვილი, რომელიც სხვა სისხლის სამართლებრივ საქმეშიც ფიგურირებს და კონკრეტულად ეს არის ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმე, ხო, 4 ოქტომბრის საქმე. როდესაც ასეთ ადამიანებს ეყრდნობა ეგრეთ წოდებული BBC-ს გამოძიება, ხო, როდესაც ეყრდნობა ცნობილ მამაშვილს და შემდეგ აღარ მინდა გავაგრძელო, როდესაც ასეთი ყალბი ფაქტებით საუბრობს, ერთ დროს მაღალი რეპუტაციის მქონე მაუწყებელი, ამით არის რა თქმა უნდა ყველაფერი ნათქვამი, ძალიან ტრაგიკულია ეს მდგომარეობა, რომელიც დღეს არის შექმნილი ევროპულ მედიაში და BBC-ში შექმნილი ტრაგიკული მდგომარეობა ამის კიდევ ერთი მორიგი დასტურია. ყალბი ამბები ჯოჯოხეთი ბრიტანეთში და დამნაშავეების მფარველობა BBC-ს მწვავე დაკრიტიკებს და ჩრდილოვან მმართველობაზე საუბრობს ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლის ტრასი. თქვენ უნდა უყურებდეთ BBC-ს ყალბ-ამბებს ან ილონ მასკის მარსის მისიაზე ცხოვრობდეთ, რომ არ იცნობდეთ ბრიტანეთი ჯოჯოხეთში ეტლით მიდის. აცხადებს ყოფილი პრემიერი საავტორო შოუს პირველ ეპიზოდში და ამბობს, რომ მას 2022 წელს ქვეყნის სწორ რელსებზე დაყენების მცდელობა ჰქონდა, თუმცა როგორც ჩანს, ბრიტანეთს სიკვდილის სურვილი აქვს. შოუმდე ტრასმა ისიც თქვა, რომ Deep State-მა მისი განადგურება სცადა. As well as being an academic who's a specialist in these subjects. Matt, country, this self-loathing. You'd have to be watching the fake news BBC. თქვენ უნდა უყურებდეთ BBC-ს ყალბ-ამბებს ან ილონ მასკის მარსის მისიაზე ცხოვრობდეთ, რომ არ იცოდეთ ბრიტანეთი ჯოჯოხეთში ეტლით მიდის. საუბარია ბიუროკრატებზე, რომლებიც მემარცხენეებმა დაიპყრეს და სასამართლო სისტემაზე, რომელიც თვითგანვითარებადი ოლიგარქია. Deep State-მა სულ უფრო და უფრო მეტი ძალაუფლება დააგროვა. როდესაც BBC დონალდ ტრამპზე ტყუილების მოყოლით არ არის დაკავებული, ისინი საკუთარ წრეებში სექსუალური დამნაშავეების დაფარვით არიან დაკავებულნი. ვფიქრობ, საუკეთესო ამბავი, რაც ბოლო თვეში მქონდა, არის ის, რომ პრეზიდენტი ტრამპი უჩივის BBC-ს და ითხოვს ყველაფერს, რაც მათ აქვთ. მირჩევნია ჩემი სალიცენზიო მოსაკრებლის ფული ტრამპის მედიაში წავიდეს, ვიდრე ტროცკისტულ მედიაში. ლის ტრასის განცხადებასთან დაკავშირებით კითხვა ბრიფინგზე დაუსვეს მთავრობის მეთაურს ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის და საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება ამ საკითხზე ერთმანეთს სრულად ემთხვევა. ოფიციალური თბილისი მუდმივად საუბრობს იმ პრობლემებზე, რომლებიც შექმნილია ევროპულ მედიაში და კონკრეტულად BBC-ში. რაც შეეხება Deep State-ს, არაფორმალური ძალები გავლენას ახდენენ ევროპულ პოლიტიკაზე. ჩვენც საუბრობთ ამ პრობლემაზე. რა ვითარებაც არის შექმნილი ევროპულ მედიაში, კონკრეტულად ამ მაუწყებელში. თავის დროზე BBC მიიჩნეოდა როგორც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე მაუწყებელი, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში ეს ვითარება არის რადიკალურად შესრულილი და ამ კუთხით, რა თქმა უნდა, ყოფილი პრემიერის და ჩვენი დამოკიდებულება აბსოლუტურად ემთხვევა ერთმანეთს და რაც შეეხება ეგრეთ წოდებულ Deep States, სინამდვილეში ეს არის ის არაფორმალური ძალები, რომლებიც გავლენას ახდენენ ევროპულ პოლიტიკაზე, რა თქმა უნდა, მათ სერიოზული წვლილი, მათ საკვანძო როლი აქვს შესრულებული ევროპის აღმასვლაში და აქაც რა თქმა უნდა აბსოლუტურად ემთხვევა ჩვენი დამოკიდებულება. ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის განცხადებას მმართველი გუნდის წევრებიც აფასებენ, უმრავლესობა გარე ძალების მართულ პროცესებზე საუბრობს, რომლის მიზანიც პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაციაა. ბრიტანეთში თუ ევროკავშირს არ გულისხმობ, ევროპის სივრცეში ნებისმიერი ხელისუფლება
რომლებიც მათ კონტროლს სრულად არ ექვემდებარება და თავის ქვეყანაზე იწყებენ ზრუნვას, ის მათი მტერია. ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ეს იქნება საქართველოში, ბრიტანეთში, უნგრეთში, ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. ეს ქალბატონი სწორედ ამაზე საუბრობს. მაგრამ აქ მთავარი ის კი არ არის, რომ ეს fake news-ის გამავრცელებელ ორგანიზაციად გამოაცხადა BBC ამ ქალბატონმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა. თავარი ის არის, რომ ოფიციალურ საიტზე, თეთრი სახლის ოფიციალურ საიტზე, სადაც არის ჩამონათვალი fake news-ების გამავრცელებელი ორგანიზაციები, იქ არის შეტანილი BBC. ეს ორგანიზაცია მიუხედავად იმისა, რომ მართვის და დაფინანსების ფორმები ერთის მხრივ ტოვებს, ფასადურად ტოვებს დამოუკიდებლობის შტაბ-ბიჭდილებას, რეალურად იმართება კონკრეტული უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მხრიდან და ატარებენ იმ ხაზს, რომელიც არის ამ სპეცსამსახურების ინტერესებში. გააშაონ ნებისმიერი ქვეყანა ან ხელისუფლება, რომელიც არ ატარებს მათ ინტერესებს და რომელიც დაკავებული არის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის შენარჩუნებით. შესაბამისად, სამწუხაროა, რომ მედია გარემო, რომელიც ერთის მხრივ ტოვებს დამოუკიდებლობის შტაბ-ბიჭდილებას, რეალურად იმართება კონკრეტული სპეცსამსახურების მიერ და იმართება კონკრეტული ინტერესით, რომ მაქსიმალურად მოხდეს პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაცია იმ ქვეყნებში, რომელიც მათ ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს. თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემა ამერიკის ყოფილი მაღალჩინოსნის ლოურენს ვილკერსონის განცხადება, რომელიც შტატების მხრიდან საკუთარი მიზნებისთვის ლიბერალური დემოკრატიის გამოყენებაზე საუბრობს. სახელმწიფო მდივნის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის სხვადასხვა ქვეყანაში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მიერ მართულ მედიებსა და NGO-ებზე, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების რეალურ საქმიანობაზე საუბრობს. როგორ ფინანსდებოდა მათთვის სასურველი მთავრობები, რათა მათ კონკრეტული დავალებები შეესრულებინათ და გარეძალების ინტერესები გაეტარებინათ. ჩვენ ვყიდულობდით მედიებს და არასამთავრობოებს, ისინი სადაზვერვო სააგენტოს მიერ იყვნენ გაფილტრული, აცხადებს შეერთებული შტატების ყოფილი მაღალჩინოსანი. მისივე თქმით, მსგავსი სცენარი იყო საქართველოშიც, მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ეს არის კიდევ ერთი აღიარება, როგორც ცდილობენ წლების განმავლობაში გარეძალები ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას. რომელიმე სამხედრო პირი ან პოლიტიკური პირი პოდკასტში რამე სიტყვის, ახლა ეს არ ვიცი, მუდმივად შეიძლება ამაზე ვიკამათოთ, მაგრამ ერთი პოლიტიკური პოზიცია, რაც არსებობს და ინსტიტუციური პოზიცია, რაც არსებობს და რაც არის დასავლეთის ოფიციალური პოზიციები, იმის მიხედვით ვიმსჯელოთ ჯობია ამ ქვეყნისთვის, იმიტომ რომ ძალიან ღრმა კრიზისში ვართ და კონკრეტულ რაღაც ყოფილ გადამდგარ სამხედრო პირების პოდკასტში ნათქვამ სიტყვებზე არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული. ჩვენ ამას წლებია ვსაუბრობთ, ჩვენთვის მას სიახლე არაფერი არ უთქოს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ამ მომჩევლების უმეტესობისთვისაც სიახლე არ უთქოს. უბრალოდ მისი განცხადება ფასეული რატომ არის, იცით? ერთია ჩვენ, რომლებიც მოვიპოვებთ ინფორმაციას, ანალიზს ვუკეთებთ ამ ინფორმაციას და ვხვდებით, რომ ამასთანა გვაქვს საქმე და მეორეა, როდესაც ამაზე პირდაპირ საუბრობს ის ადამიანი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა ამ პოლიტიკის გახორციელებაში. ანუ თვითონ იყო ერთ-ერთი შემოქმედი ამ პოლიტიკის გატარებისა, თვითონ ტერმინოლოგიას თუ დააკვირდებით, როგორ პირველ პირში საუბრობს, რომ ჩვენ წარმატებული ვიყავით ამ საქმიანობის გახორციელების დროს, ანუ უშუალო მონაწილე იყო. ასეთ აღიარებას, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. სიახლე არ არის, მაგრამ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რა დონის არაკანონიერი ჩარევები იყო საქართველოს საშინაო საქმეებში, კანონიერი ხელისუფლების დამხობისა და მათთვის სასურველი აგენტურის ხელისუფლებაში მოყვანის მიზნით. გაუბედეთ ქართულმა ოცნებამ და 4 წელი არის ჩვენ ამაზე ღიად ვსაუბრობთ და ძალიან ბევრი რაღაც დადასტურდა, რაც ბატონი ტრამპი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. ჩვენ ვიყავით პირველები, რომლებმაც ღიად ვისაუბრეთ თუ რამხელა საფრთხეს წარმოადგენდა USAID-დან წამოსული დაფინანსება, NED-დან წამოსული დაფინანსება და გახსოვთ მაშინ როგორი კრიტიკის, ასე ვთქვათ, ქარცეცხლში გაგვატარეს ეგრეთ წოდებულმა ჩვენმა მეგობრებმა და მათმა აგენტურამ საქართველოში, თუმცა ყველაფერი დადასტურდა. ეხლა კონკრეტულად ყოფილი მაღალჩინოსნის საუბრიდანაც იკვეთება ის, რაზე ჩვენ საუბრობთ, ის მდიდარი NGO-ები, ჩვენ რო ვუწოდებთ კოლექტიურ გიგაურს, კოლექტიურ ლომჯარიებს, თუ როგორ გამოიყენებიან უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მხრიდან, როგორც ინსტრუმენტი იმისათვის, რომ ქვეყანაში შემოიტანონ დაძაბულობა, პოლარიზაცია, დისკრედიტაცია მოახდინონ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ინსტიტუტების, ჩვენ შემთხვევაში საპატრიარქოსი და როგორი გაშმაგებული, ასე ვთქვათ, კამპანია წარმოებდა ჩვენი პატრიარქის წინააღმდეგ, რომ აგეგმონ რევოლუციური სცენარები და ასე შემდეგ. ჩვენ ეს ფილმი ძალიან ბევრჯერ გვაქვს ნანახი და აქაც ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის ყველაფერი გაშიფრულია.
ევროკავშირში არსებული კრიზისი და მისი აღიარება ვაშინგტონის მხრიდან ასეთია მმართველი გუნდის შეფასება შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაზე. 33 გვერდიან დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროკავშირმა ტრაექტორია უნდა შეცვალოს. აქცენტი კეთდება ევროკავშირის დამოკიდებულებაზე ნატოსა და რუსეთის მიმართ. ვაშინგტონი პირდაპირ აცხადებს, რომ ბრიუსელი მოსკოვთან სტაბილურობის პოლიტიკას უნდა დაუბრუნდეს. ტრამპის ადმინისტრაცია ასევე ამბობს, რომ ევროკავშირში დღეს პოლიტიკური კრიზისია. იზღუდება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და თავისუფალი ხმა უნდა დასრულდეს. აღქმა თითქოს ნატო მუდმივად გაფართოებადი ალიანსია. შეერთებული შტატები თვლის, რომ დღევანდელი ტენდენციების გაგრძელების შემთხვევაში რამდენიმე წელში ზოგიერთი ევროპული ქვეყანა ძლიერი ეკონომიკისა და სამხედრო ძალების გარეშე დარჩება, რაც მათ ამერიკისთვის არასანდო პარტნიორად ხდის. შეიძლება პრობლემები არსებობდეს და ნებისმიერ გაერთიანებაში, ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს პრობლემები, ეს ჩვეულებრივი ამბავი გახლავთ, თუმცა ვფიქრობ, რომ ევროპა გამოდარგეს ეს პრობლემების წინაშე, რომ რაღაც ექსისტენციალურ საფრთხე უხდებით. ზოგადად ამერიკის პოლიტიკაში არაერთხელ არ ხომ ის, რომ თუნდაც ევროპული მხრიდან მოთხოვნილი იყო, საკუთარ ადეკვატურად თავს როზე და ლოგიკურად ის, რომ მათი სამხედრო თანახარჯები თუნდაც ყოფილიყო უფრო რელევანტური. ამ მოთხოვნის შესრულება ვფიქრობ, რომ ძალიან ლოგიკური და საჭირო გახდა. ამერიკის შეერთებული შტატები პირველ რიგში რაღაცა ეფემერულ და რაღაცა გაუგონარ და წარმოუდგენელ ულტრალიბერალიზმის გავრცელებას და თავსმოხვას კი აღარ ლამავს მთელ მსოფლიოსათვის, არამედ ამერიკის ინტერესების გატარებას, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური ინტერესების. ეხლა ეს ერთობლივი დოკუმენტი არის, ესე იგი მაგას ტიპის დოკუმენტი, ანუ დაუბრუნდეს ამერიკა თავის ინტერესების დაცვას და დაუბრუნდეს ამერიკა, რომ ისე გახდეს ის დიადი სახელმწიფო, როგორც ეკონომიკურად, ისე პოლიტიკურად, როგორც ამერიკას ეკადრება და ეს მოსალოდნელიც იყო და ერთად თავმოყრილი არის ამ სტრატეგიაში ეს იდეები, რომელსაც ფრაგმენტულად ცალ-ცალკე ვეცნობოდით ხოლმე ამ პერიოდის განმავლობაში. თავარია, რომ განცხადებები მშვიდობასთან დაკავშირებით არ იყოს მხოლოდ სიტყვები და ამავდროულად არ მოხდეს ისე, რომ განცხადებები გაკეთდეს და შემდეგ deep state-მა თავისი ტრანსფორმაცია მოახდინოს. მათ შორის ხედავთ, რომ კეთდება განცხადებები, რომ ნატო არ უნდა გაფართოვდეს, ზუსტად იგივე იყო ჩვენ შემთხვევაში გაკეთებული განცხადება 2008 წელსაც ბუქარესტის შესაბამისი სამიტის დროს. ჩვენ დაგვირდნენ ბწყალებში, რომ გავხდებოდით ნატოს წევრები, დაგვტოვეს ღია კარში და შემდეგ ამ ყველაფერს მოყვა ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია და არავის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არავის მიზნად კი არ გქონია, რომ ჩვენ დავიცავით. ზუსტად იგივე აკეთდა უკრაინასთან დაკავშირებით და შედეგები ვნახეთ, რომ 3 წლის განმავლობაში ჯოჯოხეთის ცეცხლი ტრიალებს უკრაინაში. არ შეგვიძლია თავი მოვიტყუოთ, რომ პარტნიორები ვართ ვიდრე ევროპის ქვეყნები ბრიუსელში ევროკავშირის ბიუროკრატიას ცივილიზაციური სუიციდის პოლიტიკის გატარების საშუალებას აძლევენ. ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროკავშირს მწვავედ აკრიტიკებს. კრისტოფერ ლანდაუ სოციალურ ქსელში წერს, რომ შტატები დიდი ხანია ვერ უმკლავდება თვალში საცემ შეუსაბამობას ნატოსთან და ევროკავშირთან ურთიერთობებს შორის. ეს თითქმის ერთი და იგივე ქვეყნები არიან ორივე ორგანიზაციაში, როდესაც ეს ქვეყნები ნატოს ქუცი ხურავენ, ისინი ამტკიცებენ, რომ ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა ჩვენი საერთო უსაფრთხოების ქვაკუთხედია. მაგრამ როდესაც ეს ქვეყნები ევროკავშირის ქუცი ხურავენ, ისინი ახორციელებენ ყველა სახის დღის წესრიგს, რომელიც ხშირად სრულიად ეწინააღმდეგება ამერიკის ინტერესებსა და უსაფრთხოებას. მათ შორის არის ცენზურა, ეკონომიკური სუიციდი, კლიმატური ფანატიზმი, ღია საზღვრები, ეროვნული სუვერენიტეტის უგულებელყოფა, მულტილატერალური მმართველობისა და გადასახადების ხელშეწყობა, კომუნისტური კუბის მხარდაჭერა და ასე შემდეგ. ეს შეუსაბამობა ვერ გაგრძელდება, წერს კრისტოფერ ლანდაუ. ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის განცხადებას შეფასებები მოყვა თბილისში მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მორალური კრიზისი დღეს ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, რაზეც კრისტოფერ ლანდაუ საუბრობს. ევროპა იმის გამო, რომ მისი ბიუროკრატია ევროპის ინტერესებს არ წარმოადგენს, რომელზედაც ტრამპი დიდი ხანია მიუთითებდა, ვიდრე ეს დოკუმენტიც გამოქვეყნდებოდა ოფიციალურად, თვითონ ევროპელი პატრიოტები და ის ადამიანები, რომლებიც საღად აზროვნებდნენ, ისინიც მიუთითებდნენ, რომ ევროპა და მისი ბიუროკრატია ევროკავშირის არ მოძრაობს იმ მიმართულებით, რომელიც სჭირდება ევროპას განვითარებისათვის. ეს ყველა ციფრიდან ჩანს. ერთხელ დავასახელე, ეკონომიკური ვარდნა არის ძალიან მძიმე პოლიტიკური ვითარება არის. ნახეთ, სრულიად წარმოუდგენელი რაღაცები, რომელსაც რამდენიმე წლის წინ არც კი დავიჯერებდით, ვინმეს რომ მეთქვათ, იმის გამო, რომ რუმინეთში ის კაცი გავიდა მეორე ტურში პრეზიდენტისა, რომელიც არ მოწონდათ
საერთოდ გააუქმეს არჩევნები ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე და მე ამკაც საერთოდ არჩევნებში მონაწილეობაც კი აუგზავნეს. ამაზე JD Vance-იც საუბრობდა, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი, ეს არ არის მხოლოდ ჩვენი მოსაზრება, ისიც ამბობდა, რომ ეს არის წარმოუდგენელი დემოკრატიისთვის. ასევე ბლოკავენ ნებისმიერ თავისუფალ სიტყვას, რომელიც დაუპირისპირდება გლობალური ულტრალიბერალური მოძრაობის იდეებს და ცდილობენ ისინი ბულინგის ქვეშ ამყოფონ არა მხოლოდ პოლიტიკურად გაანადგურონ, როგორც ადამიანებისაც კი გაანადგურონ. ამავე დროს, რა თქმა უნდა, კატასტროფის წინაშე კიდევ ერთხელ გავამეორებ დგანან, რომ განუზომლად დიდი არის კორუფციის ნაწილი მათ საქმიანობაში და ამას დღე ვიგებთ ჩვენ და თვითონაც უკვე ვეღარ მალავენ. მორალი და ღირებულებები ეს არის უმთავრესი საკითხი ევროპისთვის და ევროპული ქვეყნებისთვის, რაზეც დგას ევროპის მომავალი. და თუ ამ კრიზისს არ გადალახავს ევროპა, მაშინ რა თქმა უნდა, ევროპის მომავალი იქნება ძალიან ბუნდოვანი და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ღირებულებების თვისობრივი გადაფასება მოხდეს ევროკავშირში, რაზეც იყო საუბარი ზუსტად ამ განცხადებაში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მოხდება ამ ღირებულებების რეალური გადაფასება და ეს იქნება ერთ-ერთი საფუძველი იმისა, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორისაც ურთიერთობების გაჯანსაღება მოხდეს. ამ განცხადებაში კიდევ ერთხელ ჩანს ის კრიტიკული დამოკიდებულება, რომელიც ამერიკის ახალ ადმინისტრაციას აქვს ევროკავშირთან მიმართებაში და რადგან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უმრავლესობა ასევე არიან ნატოს წევრები, აქაც იკვეთება ის ინტერესთა შეუსაბამობა, რომელიც მათ შორის ნატოს დაფინანსების, ნატოს შეიარაღების გაძლიერების მიმართულებით აქვს განსხვავებები და ევრობიუროკრატია, რომელთაც არ მხოლოდ წევრი სახელმწიფოები აღარ არიან კმაყოფილები მათი საქმიანობით, არამედ მათ შორის ღიად ჩანს მათი მთავარი პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატები, ის ბოლო სკანდალები, რომელიც ჩვენ ნახეთ კორუფციული სკანდალი მომხდელობაში კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ რაღაც ვერ არის ისე, როგორც უნდა იყოს ევრობიუროკრატიაში, რაც რა თქმა უნდა ისახება მათ შორის პარტნიორებთან ურთიერთობის. თავარი მიზეზი ალბათ ჩემი აზრით კიდევ მეორე არის რუსეთ-უკრაინის ომთან განსხვავებული დამოკიდებულება, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ეს ომი დასრულდება ევრობიუროკრატიასაც ეხყოფა გონიერება პირველ რიგში ევროკავშირის ინტერესებიდან გამოვიდეს და არა გარეგანების და პატივისცემ წევრი სახელმწიფოების სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. მომავალი წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულ სტუდენტებს საფასურის გადახდა არ მოუწევთ დაფინანსებას სახელმწიფო უზრუნველყოფს. განათლების რეფორმაზე პრემიერმა კიდევ ერთი კომენტარი მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ქვეყანა ეტაპობრივად გადადის სრულად უფასო უმაღლეს განათლებაზე. ჩვენი ხელისუფლების პირობებში სკოლამდელი განათლება გახდა უფასო, ასევე ზოგადი განათლება, როგორც მოგეხსენებათ, არის სრულიად უფასო და ამას ემატება უკვე განათლების მესამე საფეხური უმაღლესი განათლება, რომელიც ასევე ხდება სრულიად უფასო. მომდევნო წლიდან და იმის შემდეგ წლებში ჩარიცხული ყველა სტუდენტისთვის, სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული ყველა სტუდენტისთვის სწავლა იქნება უფასო. ეს ნიშნავს იმას, რომ ეტაპობრივად ჩვენ გადავდივართ სრულად უფასო უმაღლეს განათლებაზე. ეს სისტემა წლების მიხედვით საბოლოოდ ამოქმედება ზუსტად 5 წელიწადში, მაგრამ კიდევ ერთხელ მით ჩაირიცხება უკვე მომავალი წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში არავის არ მოუწევს საფასურის გადახდა და სახელმწიფო აიღებს თავის თავზე მთლიანად შესაბამისი სტუდენტების დაფინანსებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მათ შორის სოციალური თვალსაზრისითაც, ბუნებრივია, ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მხარდაჭერა და მათი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება და ამ კუთხით, რა თქმა უნდა, ეს შეღავათი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მომავალი სტუდენტებისთვის. შინაგან საქმეთა მინისტრის საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა სამუშაო შეხვედრის ფარგლებში ქვედანაყოფის პრიორიტეტულ მიმართულებებსა და სამომავლო პროექტებზე ისაუბრეს. გეკა გელაძემ ყურადღება გაამახვილა საგამოძიებო პროცესში კრიმინალისტიკური ექსპერტიზის როლსა და მნიშვნელობაზე. მინისტრმა დეპარტამენტის თანამშრომლებს გაწეული ეფექტიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. უწყების ხელმძღვანელმა სკოლის მოსწავლეებთან ერთად ქვედანაყოფის სამუზეუმო სივრცეში სპეციალურად მოზარდებისთვის მოწყობილი სტენდებიც დაათვალიერა. მოსწავლეების საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში კამპანია პროფესია პოლიციელის ფარგლებში იმყოფებოდნენ, რომლის მიზანიც მოზარდებისთვის სამართალდამცველთა საქმიანობის გაცნობა და პოლიციელის პროფესიის პოპულარიზაცია. გეკა გელაძესთან ერთად იმყოფებოდა მისი მოადგილე შალვა თადუმაძე.
აჭარის პოლიციამ კი ნარკოდანაშაულის ბრალდებით გერმანიის მოქალაქე დააკავა მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობას ედავებიან. სამართალდამცველებმა ჩატარებული ჩხრეკისას ნივთმტკიცება დამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეთადონი, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. 4 არასრულწლოვანი დააკავა ქვემო ქართლის პოლიციამ. ისინი წარსულში სხვადასხვა დანაშაულში არიან მხილებული, ახლა კი წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობას ედავებიან. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მარნეულში მდებარე სწრაფი ჩარიცხვის აპარატები მოიპარეს, საიდანაც დიდი ოდენობით ფულად თანხას დაეუფლნენ. ბრალდებულები მომხდარიდან რამდენიმე წუთში შემთხვევის ადგილიდან მოშორებით ტაქსით გადაადგილებისას დააკავეს. პოლიციამ დაკავებულების პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას მოპარული თანხა ნივთმტკიცება დამოიღო. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის ნოემბერში მარნეულში ერთ-ერთ ქუჩაზე მდებარე მაღაზიაც გაქურდეს, საიდანაც საყოფაცხოვრებო ნივთები მოიპარეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართა. გთავაზობთ კადრებს თუ როგორ გამოიყურებოდა შეკრება, რომლის ორგანიზებაც დაახლოებით 1 თვის წინ დაიწყო. აქციის მონაწილეები, რომლებიც Eagle Hills-ის არაბულ ინვესტიციას ეწინააღმდეგებიან, Alt-Info-s ორგანიზებით პარლამენტთან 4 საათზე შეიკრიბნენ და შემდეგ სამებისკენ გადაინაცვლეს. და ახლა დასრულდება თუ არა ომი უკრაინაში. ფლორიდაში ოფიციალური კიევისა და ამერიკის წარმომადგენლებს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა. გამოცემა Axios-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მხარეებმა მოლაპარაკებებში პროგრესს მიაღწიეს, თუმცა საბოლოო შეთანხმება ჯერ ისევ ვერ ხერხდება. პარალელურად ომი გრძელდება უკრაინაში. გასულ ღამით უკრაინის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის ობიექტები, უპილოტო საფრენი აპარატების, საჰაერო და სახმელეთო რაკეტების კომბინირებული თავდასხმის სამიზნე გახდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. საჰაერო ძალების სარდლობაში აცხადებენ, რომ რუსებმა 251 დრონი და 5 ბალისტიკური რაკეტა გამოიყენეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით რუსები თავს დაესხნენ პოლტავის ოლქის ენერგეტიკულ სექტორს, დაზიანდა ტექნიკური აღჭურვილობა. ევროკავშირს აკრიტიკებს ილონ მასკი, ამერიკელი მილიარდერი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, რომ ალიანსი ბიუროკრატიული მონსტრია. მე მიყვარს ევროპა, მაგრამ არა ის ბიუროკრატიული მონსტრი, როგორიც ევროკავშირია, წერს მასკი. შეგახსენებთ, რომ ევროკომისიამ სოციალური პლატფორმა X-ი ციფრული სერვისების აქტის დარღვევისთვის 120 მილიონი ევროთი დააჯარიმა. უკრაინაში ომის დასრულების მნიშვნელობაზე საუბრობს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანის თქმით, ევროპა კონფლიქტისკენ სწრაფად მიიწევს და ომის ესკალაციის ბოლო ფაზაშია. ბრიუსელის მიერ მხარდაჭერილი მთავრობა თუ გვეყოლება, ისინი ომში ჩაგვითრებენ, თუ ეროვნული მთავრობა გვეყოლება, ჯერ კიდევ გვაქვს შანსი ამას თავი ავარიდოთ, აცხადებს ვიქტორ ორბანი და აღნიშნავს, რომ ყველა სახელმწიფოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მშვიდობის შენარჩუნებაა. უნგრეთის პრემიერი აკრიტიკებს ევროკავშირის გადაწყვეტილებებსაც, რამაც ბუდაპეშტის ხმა სანქციების პოლიტიკაში უკანა ფლანგზე გადასწია. ეს სრული თავხედობაა. ევროკავშირმა სანქციების სავაჭრო პოლიტიკად გადააკვალიფიცირა, ამიტომ მათ ერთსულოვანი გადაწყვეტილებები აღარ სჭირდებათ. ამან მათ საშუალება მისცა ჩვენთვის გვერდი აევლოთ. ეს უპატივცემულობის აქტია, აღნიშნავს ვიქტორ ორბანი. გუაზე გლოვის დღე გამოცხადდა. ღამის კლუბში გაჩენილ ხანძარს 25 ადამიანი ემსხვერპლა. ინდოეთის ხელისუფლებამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება, დაზარალებულებისთვის კი კომპენსაციების გადახდა დაიწყო. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და მინისტრთა კაბინეტს კომპენსაციების დროულად დარიგებისკენ მოუწოდა. გუას პოლიციის უფროსის ინფორმაციით, ღამის კლუბში ხანძარი ადგილობრივი დროით ღამის 12 საათზე გაჩნდა, სამაშველო ოპერაცია კი დილამდე გაგრძელდა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებული, ყველა ცხედარი კი ნაპოვნია. ჰავაიზე ვულკანი კილაუეა ისევ ამოიფრქვა. ამერიკის გეოლოგიური სამსახურის ჰავაის ვულკანური ობსერვატორიის ცნობით, ლავა ჩრდილოეთის ხვრელიდან დაახლოებით 15-30 მეტრის სიმაღლეზე ამოიფრქვა. ჰავაის ვულკანების ეროვნული პარკის დახურულ ტერიტორიაზე მდებარე კილაუეა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია. ის 2024 წლის 23 დეკემბრიდან პერიოდულად იფრქვევა.
ინდონეზიაში კი წყალდიდობას და მეწყერს ებრძვიან ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს დატბორილი და განადგურებული საცხოვრებელი სახლები. ხელისუფლების ინფორმაციით ინდონეზიის 3 პროვინციაში ციკლონის მიერ გამოწვეული წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 916-მდე გაიზარდა, 274 ადამიანი კი დაკარგულად ითვლება. პროვინციების ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ინდონეზიის ეროვნულ მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა და დამატებითი თანხების გამოყოფისკენ მოუწოდებენ, რათა სამაშველო სამუშაოები გაგრძელდეს. პროექტის ერთი დღე ჯარში ფარგლებში ვაზიანის მეოთხე ქვეით ბრიგადას თბილისის კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეები ესტუმრდნენ, სამხედრო ქვედანაყოფში იმყოფებოდნენ თბილისის 153, 79, 140 და 26 საჯარო სკოლებიდანაც, სადაც საგანის სამხედრო საქმე ისწავლებოდა. მოსწავლეებმა პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული სამხედროების ხსოვნას, დაათვალიერეს ჯარისკაცების საცხოვრებელი პირობები და ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილი ტექნიკა და შეიარაღება. დღეს ვიყავით სამხედრო ბაზაზე და მოვინახულეთ სამხედროების საცხოვრებლები. ძალიან დიდი შთაბეჭდილება დამრჩა და ძალიან მოგვიწონა ყველაფერი. ძალიან კარგი შთაბეჭდილება დამრჩა. ახალი შეხედულება გამიჩნდა ქართული ჯარის შესახებ, რა თქმა უნდა დადებითი. ძალიან მომეწონა თვითონ გარემო. მადლობა ძალიან დიდი ამ შესაძლებლობისთვის და იმედია კვლავ ეწვევი ასეთ ადგილს. აღნიშნული პროექტი გრძელდება, რომელიც მიზნად ისახავს მეტი ინფორმაცია გქონდეთ საჯარო სკოლებსა და მომავალ თაობას თავდაცვალების შესახებ. მათ საშუალება მიეცათ ენახათ გამოფენილი ტექნიკა, აღჭურვილობა, ჯარისკაცის საცხოვრებელი, სპორტული დარბაზი და დღის ბოლოს მიირთვეს სადილი სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად. პროექტი ჯადოსნური დღეები აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ღონისძიებები დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში ხორციელდება. ამჯერად მასპინძელი რუსთავი იყო, სადაც მოზარდებისთვის სხვადასხვა აქტივობა დაიგეგმა, ღონისძიებას დაესწრო გიორგი ჯინჭარაძე, რომელიც დევნილ ბავშვებსაც შეხვდა. აქტივობები 22 ნოემბერს დაიწყო და ქვეყნის მასშტაბით 10 ლოკაციაზე გაიმართება. დასასრულს უახლოვდება გასართობი ღონისძიებები ჩვენი დევნილი ბავშვებისთვის, რომელიც საქართველოს სრული მასშტაბით გაიმართა 10 ლოკაციაზე დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში. ჩვენს დევნილ ბავშვებს მივეცით საშუალება სხვადასხვა შემეცნებითი ღონისძიებებით, გართობით, წინა საახალწლო გარემო და განწყობა შეგვექმნა. აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით დღეს რუსთავში კომპაქტურად ჩასახლებულ ტერიტორიაზე არის ღონისძიება ძალიან საინტერესო ბავშვებისთვის. ჩვენ აფხაზეთის მთავრობასთან მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს, გამომდინარე იქიდან, რომ ის პირები, რომლებიც ჩვენ ქალაქში ცხოვრობენ, ძალიან მნიშვნელოვანია მათი კეთილდღეობა. მე ძალიან მომეწონა ეს ღონისძიება. იყო ძალიან საინტერესო, ძალიან გავერთეთ. მინდა რომ ხშირად ჩატარდეს ასეთი ღონისძიებები. თბილისში ბრაზილიური საბრძოლო ხელოვნების ჯიუ-ჯიტსუს ტურნირი მიმდინარეობს, მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სპორტსმენები მონაწილეობენ. შეჯიბრი ტარდება სპორტის ქალთა და ვაჟთა სახეობებში, წარმოდგენილია ჯიუ-ჯიტსუს ქართული დარბაზები. ტურნირში ყავისფერი და შავი ქამრის მფლობელი ათლეტები მონაწილეობენ. ძლიერი მოწინააღმდეგე იყო, არ იყო სუსტი ბიჭი. რავი, ვაფასებ, შრომა, ბევრი შრომა ჩადებული და აწმუნებული ვარ, რაც მანახა თვითონ ტატამზე. მე ძალიან ბევრი ვიშრომე, არ მიშრომია ნაკლები ნახდათ და ვფიქრობდი, რომ სიმართლე გითხრათ, გამიჭირდებოდა ძალიან. ფორტისი არის ქართული პრომოუშენი, საერთაშორისო ამბიციებით, რომელიც ატარებს ჯუჯიტსუს ძალიან მაგარ ტურნირებს. წელს უკვე მეორე ტურნირია, უბრალოდ გასულ წელს ჩატარდა პირველი ტურნირი. წელს მეორე ტურნირია, რეკორდული დასწრება გვაქვს, ძალიან მაგარი დონე ათლეტების. ძალიან ბევრი ქვეყნიდან არიან ჩამოსულები, ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან მათ შორის და მსოფლიოს მასშტაბით ძალიან ბევრი ათლეტია და მათ შორის ძალიან ბევრი ქართველი გუნდი, რომელიც მაგრად ასპარეზობს და სასწაული დონეოდევთ მართლა. სპორტის მინისტრის სამუშაო ვიზიტი ტოკიოში შალვა გოგოლაძე იაპონიაში დელეგაციასთან ერთად იმყოფება. ვიზიტის პირველ დღეს უწყების ხელმძღვანელი იაპონიის სპორტის საბჭოს დირექტორს და სპორტის სააგენტოს კომისარს შეხვდა. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას და სპორტის მიმართულებით ურთიერთობის გაღრმავებას. შეხვედრისას შევთანხმდით სპორტის სფეროში ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება. ასევე შეხვედრა მქონდა სუმოს მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტთან. შეხვედრისას შევთანხმდით, რომ საქართველოში ასენდეს სუმოს ცენტრი და ამავე დროს განიხილება 2028 წელს საქართველოში სუმოს მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება. ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია და დღეს ძალიან ბევრი კარგი შეხვედრა გქონდა, რომელიც საომავლოდ
ჩვენი ქართული სპორტისთვის დიდ შედეგს გამოიღებს. ტრადიციულად ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს საქართველოსა და იაპონიას სუმოს სფეროში. ეს განსაკუთრებით დიდი დამსახურებაა ტოჩინოშინის, გაგამარუს და კოკაის. მათ ძალიან დიდი აღიარება აქვთ იაპონიაში და მაღალი დონის პროფესიონალები არიან. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის. თქვენ წინ გელოდებათ კურიერი პიესი ზუსტად 9 საათზე. მე კი გემშვიდობებით ნახვამდის.